ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. ეს უკომპრომისო ბრძოლა გაიმართება, უკან დახევა არ იქნება რუსთაველის გამზირს დაცლის ვერ ეგრისება ბიძინა ივანიშვილი სანამ იგი არ აღიარებს რომ მან იძალა და 31 ოქტომბერს. ამიტომ არ დავიღალოთ, არ გვაქვს ამის უფლება. რა დაღლაზეა ხალხო საუბარი საბჭოთა კავშირის დროს როგორც ხდებოდა დაპატიმრებები, გუშინდელი 2 ადამიანის დაპატიმრება, გარდაცვლილი ადამიანის უახლოესი მეგობრები დააკავეს მხოლოდ იმიტომ, ბავშვებიც მაგაცები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდათ. და ეს მაპატიეთ და უნამუსოები გამოვიდნენ და ბავშვობის მეგობრებს დააბრალეს საკუთარი მეგობრის სიკვდილი. ხახნო არ არსებობს არაფერი, რაზეც აწავა ქართული ოცნება. არ არსებობს ზღვარი, რომელსაც იგი არ გადალახავს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იგი არ შეურაცხყოფას არ მიაყენებს და ღირსებას არ აყრის. მაგრამ ერთად დგომით ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი ეს ქვეყანა, აი ეს გამზირი, აი ეს სადა, ეს მიწა ქართულ ხალხს გვეკუთვნის და ქართველი ხალხის განკარგულებაში უნდა იყოს ქართული სახელმწიფო და არა იმ ერთი მოპარული ფულით გამდიდრებული ადამიანით, რომელსაც გარშემო ყოველდღე მორჩილი ადამიანები ყავს და იმათი გვეჭიდავება კობახიძეებით, ვიღაც თალაკვაძეებით, ვიღაც დინარაძეებით, ვიღაც ლაშა ნაცვლიჯულებით და შალვა რამიშვილებით. ხალხო არ გამოვა გჯერა ჩვენ გამარჯვების თუ არ გჯერა? ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის, ვარ უკან დამხევები გამარჯვების გარეშე სახლებში მივდივართ შებით ბოლომდე სანამ ვაცადოთ. ეხლა 8 საათი არ მოვა, ნახოთ ერთი ზრდილობის გამო თუ შემოგვეხმიანებიან. დანარჩენი ხახნო ბევრი პოლიტიკოსები გამოსულა, გამოვლენ კიდევ ისაუბრებენ, სხვადასხვა ტელევიზიებში ივლიან, ჰასტუქს გავიკეთებთ, მაგრამ ღირსება აყრილები ვიქნებით, უნამუსოები ვიქნებით, ჩვენ თუ ამ რეალობას თვალს გავუსწორებთ. ღირსება აყრილები ვიქნებით. მართლა ასე ვგზნობ ხახნო თავს, რაც ამათმა იკადრეს, რაც ამათმა გვაკადრეს. მარტო ჩვენ თანამედროვე ხალხი კი არ შეურაცხყვეს, ჩვენი წინამორბედი თაობები ხახნო და უნდა რომ დაგჭაგროს, იმიტომ რომ ბევრი ფული აქვს, იმიტომ რომ მოსმენების აპარატები და ასე შემდეგ ხელთ უყრია, იმიტომ რომ პროკურორი მისია, იმიტომ რომ ყოფილი დაცვის წევრები მისი დღეს მინისტრებად ყავს დანიშნული და უნდა რომ დაგღალოს. ერთად ეგეუნებით საკმარისად ვიცნობ ეხა ივანიშვილის ფსიქოლოგიას. მას აქვს ერთადერთის იმედი, ერთი იმედის ანაბარა, მეტი არა. იმედი აქვს ციური მანანასი უფრო, რომ იქნებ დაიღალოს ხალხი და ჩვენ თუ დავიღლებით, ეს იმედი მას შეუსრულდება, მაგრამ ამაო და აქვს ამის იმედი. მე პირადად ულახტილად შვიდობიანად მტკიცედ ჩემი შვილი სანდრო მელიას წინაშე დადებული ფიცის შესრულებას ვაპირებ. მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის პირობებში მერქვას პოლიტიკოსი. ჩვენზე არის დამოკიდებული ძალიან მალე ყველა ქალაქი გამოვა, ყველა სოფელი გამოვა, ჩვენზე არის დამოკიდებული ყველა ხალხო
ძალიან გაბრაზებული ვართ აქ. ძალიან მრისხანები ვართ აქ. მაგრამ იმაზე უფრო ჭკვიანები ვართ ყველანი ერთად, ვიდრე ხელისუფლება დღეს არის. ეს ნამდვილად ასე არის. დღეს კიდევ მინდა თქვენისებათვის პარალელი გავალო 1 ნოემბრის აქციასთან. რომ არა 1 ნოემბრის აქცია, დღეს აქ ამდენი ვერ შევიკრიბებოდით. ნაცემები, შეურაცხყოფილები, განადგურებულები და გამოვიდნენ 1 ნოემბერს და დავდექით და ვთქვით, რომ 8 ნოემბერს ვიკრიბებით და 8 ნოემბერს მართლაც 1000-ჯერ მეტი გამოვედით. ახლა აი ამ რაოდენობა ხალხზე თქვი და გავიმეორო, უნდა დამოკიდებულები, იმიტომ რომ კარგად აი კანქვეშ გაჩნდეს ეს რწმენა ჩვენზე არის დამოკიდებული. ძალიან მალე სრულიად მთელი ქვეყანა გამოვა თუ არ გამოვა. ეხლა ბევრი გვიყურებს, დავიღლებით თუ არ დავიღლებით, გავწყდებით თუ არ გავწყდებით. მაგრამ ჩვენი შვილები, პატარები ამ ყველაფერს ვერ იგებენ ზუსტად რა ხდება. ისე არ ვქნათ, როცა წამოიზრდება, მათ უთხრან, ან გაიგონ, წაიკითხონ, რომ ხალხი დაიღალა, დაღალა ფულიანმა ადამიანმა, გაუნათლებელმა, მაგრამ ფულიანმა ადამიანმა დაღალა ხალხი. ეს არ ვქნათ, ხალხო და ოჯახებში მიგვესვლებოდეს. ვიყოთ ამაყები ჩვენი წინაპრების წინაშე. დაგიბრუნდებით ცოტა ხანში, ველოდებით 8 საათს. ამის შემდეგ გავისაუბრეთ. ახლა მინდა უბრალოდ რისთვისაც ვიბრძვით. რატომაც ვართ ასეთი ანთებულები. რატომაც ვართ ასე სამართლიანად გაბრაზებულები. აი მინდა გაიჟღეროს საქართველოს ჰიმნმა. რის გამოც თაობებს უბრძოლია და კიდე თაობები ივზიან. საქართველოს ჰიმნს მინდა მოусმინოთ და ერთად ვიმღეროთ რუსთაველის გამზით.